ქალბატონი ქრისტინე ქარდავა და მისი დედა ელისო სართანია. ქალბატონი ქრისტინე გახლავთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას ქალიშვილი, ელისო კი ქალბატონი ელისო მეუღლე. თუ შეიძლება ბატონო ალეკო რომ ქალბატონ ელისოს მაგიდასთან დაუდგათ სკამი ასევე. ქალბატონ ელისოსაც რომ მაგიდასთან დაუდგათ სკამი. ქალბატონებო მოგესალმებით. დაბრძანდით ქალბატონ ელისო. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისთვის. ჩვენ უმძიმესი მორიგი საქმე უნდა განვიხილოთ დღეს, ეს არის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმე. ქალბატონი ქრისტინე არის ბატონი პაატას ქალიშვილი და ქალბატონი ელისო სართანია არის ბატონი პაატას მეუღლე. როგორც თქვენ თავად ერთმანეთში შეთანხმდით და ჩვენ გვაცნობებთ, ძირითადად ისაუბრებს ბატონი პაატას ქალიშვილი, ქალბატონი ქრისტინე, რომელიც ოჯახთან ერთად ალბათ კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო იმ დროს, ხმალა მოღებული იბრძოდა, სტუდენტი იყო, დიახ. იბრძოდა იმისთვის, რომ სიმართლე გარკვეულიყო, რომ მისი მშობლის სახელი დავიწყებული არ ყოფილიყო, იმიტომ რომ მე ხლა გვარებს ვერ ვასახელებ, მაგრამ როდესაც მკვლელობებზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა რამდენიმე გვარი და სახელი, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიც კი მიკარგულია დღეს. სწორედ იმიტომ, რომ მაშინ ოჯახის წევრს შეეშინდა და ვერ იბრძოლა იმისთვის, რომ მაშინვე გარკვეულიყო ფაქტობრივი გარემოებები. ამიტომ ეს დღეს რა თქმა უნდა ბატონ პაატას ვერ გააცოცხლებს, მაგრამ ფაქტები დადგენილია, ჭეშმარიტება დადგენილია და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, გლოვის მიზნებისთვის, შვილიშვილებისთვის და შთამომავლობისთვის და ქვეყნისთვის. ეს რომ შეძელით, ეს მაინც რომ შეძელით. იმიტომ რომ მოკლულს ვერ გააცოცხლებდით, ბუნებრივია, ამისთვის დიდი მადლობა. პირველ რიგში სანამ საუბარს დაიწყებთ ქალბატონო ქრისტინე და მე ვსაუბრობ ასევე იმისთვისაც, რომ ეს დარბაზი უცხოა, მით უმეტეს რთულ საქმეზე, როცა არის ადამიანი მოსული და თქვენს დრო მოგეცემათ, რომ გარემოს შეეგუოთ. მოდით გაფრთხილებით დავიწყოთ. თქვენ ორივეს გექნებათ დოკუმენტი, თუ უკვე არ გაქვთ, სადაც გაფრთხილებაა მოცემული, რომ კითხვებზე უარი ან პასუხისთვის თავისარიდება, ან კიდევ განზრახ ახსნა განმარტების მოწოდება ჩვენი კომისიისთვის ისჯება სისხლის სამართლის წესით. თუ ეს დოკუმენტები თქვენ უკვე გაქვთ, იქნებ ხელი მოვაწეროთ ორივემ და შემდეგ ქალბატონ ქრისტინეს მივცეთ დაახლოებით 15 წუთი, რომ ქრონოლოგიურად გვიამბოს რა მოხდა და შემდეგ თუ ქალბატონ ელისოს თავად ექნება სურვილი რომ ჩაერთოს, თქვენ მანიშნეთ და ჩაერთეთ. თუ არ გექნებათ სურვილი თავს ვალდებულად ქალბატონი ელისო და კომისიის წევრების სახელითაც ვამბობ და თუ განსხვავებული აზრია მეტყვიან, ქალბატონ ელისოს ჩვენ არ დაუსვამთ კითხვებს, თუ თავად არ ექნება სურვილი რომ ჩართოს მიკროფონი და ჩაერთოს, იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილია ქალბატონი ქრისტინესგან, რომ თქვენთვის დღეს უმძიმესი დღეა და გამოცხადების ფაქტიც არის ძალიან მძიმე. ქალბატონო ქრისტინე, გისმენთ, თქვენ 10-15 წუთი აიღეთ და ქრონოლოგიურად გვიამბეთ, რა შეემთხვა მამა თქვენს და თქვენს ოჯახს და როდის. მიკროფონი ჩართეთ, წითლად რომ აინთება, უკვე ხმა ისმის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ საზოგადოებას, დამსწრე საზოგადოებას, თქვენს მაყურებელს. ძალიან ღელავ. ალბათ ყოველთვის გასაგები იქნება ეს ძალიან მიმძიმს სამ თემის გახსენება. ეს არ არის ერთი დღე ჩემი ცხოვრების, 2 და 3 თვე თუნდაც მთელი ცხოვრება, რავი, მთელი ბავშვობა წაგვართვეს ჩვენ, მე და ჩემს ძმას. ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად, რომ დაალაგებულად თუ რამე გამომრჩა კითხვებით გამოვასწორებ.
ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა, ძალიან მიჭირდა ამ ყველაფრის მოყოლა. მაგრამ რა უყურე დავით სინდელიანის დედას, უბრალოდ თავისუფლება არ მივეცი, რომ არ გამოვსულიყავი და მამა ჩემსაც იგივე არ მეთქვა. მამა, რომელიც ნამდვილად იყო გმირი. მამა, რომელიც ესე უდანაშაულად მომიკლეს და კიდევ ეს არაკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში. კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე და გაუსწორდით ესე. ცოტა გადაუხვია, მე ხა თანმიმდევრობით დავიწყებ. 2008 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით იქნებოდა დილის 10:30. აქვე მოგახსენებთ, რომ მამა იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი, კაპიტანი. 3 წელი იმუშავა მამამ თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ მანამდე 20 წელი ემსახურა შინაგან საქმეთა სამინისტროს. და რა ვიცი, სადაც არ უნდა იკითხოთ და გაიკითხოთ, ყველა როგორ დაახასიათებს მამას, რამდენად ერთგული იყო სამშობლოს ერთგული, თავისი საქმის ერთგული, აფხაზეთის ომის ვეტერანი. ამდენი რაღაც გამოვლილი მამა ერთ დღეში სიცოცხლეს გამოასალმეს. დაუბრუნდები იმ დროს, ანუ 2008 წლის 27 აგვისტოს დილის 10:30-ზე, დედა ახალი ოპერაციები იყო და გამომდინარე აქედან ვერ წავიდოდა ბაზარში, მაშინ ვიყავი 20 წლის, მამამ წამიყვანა ბაზარში და მთხოვა მეყიდა რაღაც სურსათი, რადგან მეორე დღეს იყო მარიამობა, სახლში ველოდებოდით სტუმრებს. თავდაცვის სამინისტროდან ვიცოდი, რომ მამას სამსახურში ჰქონდა თათბირი, მიიღებდა თავის დავალებას და ამის მერე გამომივლიდა და დამსვამდა სახლში. ალბათ ბაზარში დავყავი დაახლოებით 20 წუთი და დაურეკე მამას როგორ ჩევპირდი. ეს იყო ბოლო ხმა, რომელიც გავიგე მამასგან. ჯერ პირველ დარეკვაზე არ მიპასუხა, ზარი გადიოდა და არ პასუხობდა, რაც გამიკვირდა, რომ მეთქი ახლა იცოდა, რომ სახლში უნდა წავეყვანე და მეორე დარეკვაზე ეგრევე მიპასუხა და მითხრა, რომ აი რაღაც ძალიან სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და უნდა წასულიყო. მამა იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან დეტალებში მკითხავდა, მე დამრჩა თუ არა ტაქსის ფული, შემეძლო თუ არა სახლში წასვლა, ამ სიმძიმეების წაღება, მაგრამ როგორც მე გამოძიებიდან ვკითხულობ, მამას ამის უფლება არ ჰქონდა, რომ ჩემამდე ეს ინფორმაცია მოეტანა და ეთქვა ჩემთვის რა მდგომარეობაში იყო. გამოძიებიდან ვგებულობთ, ეხა ჩვენ იმ დროს არაფერი არ ვიცოდით, მამა გაიტაცეს. ჯერ ვფიქრობდით, რომ რაღაც საქმეზე იყო წასული, ტელეფონი სადღაც გაითიშა, საათნახევარი, 2 საათი, 2 საათნახევარი უკვე რომ დავიწყეთ მამას მოძიება, ეხა მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე მიდიოდა, შიგადაში გვეხმიანებოდა და გვატყობინებდა ამ ინფორმაციას. დავრეკეთ, მივაკითხეთ სამსახურში, გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა თათბირი იყო რაღაც დავალება, მაგრამ გვითხრა, რომ ჯერ ქალიშვილს აიყვანდა და მერე წავიდოდა საქმეზე. მივყავით ამ დინებას ეტაპობრივად იქ ვიკითხეთ და დღის ბოლოს უკვე შეგვატყობინეს ინფორმაცია, რომ მანქანა იყო ხურჩის საზღვართან, მანქანა, რომელთაც მამა გადაადგილდებოდა. ჩვენ აფხაზეთიდან გახლავართ, ხურჩის მოსაზღვრე სოფლიდან, სოფელი ნაბაკევიდან. რა თქმა უნდა, ვიზა ჩემი ეგრევე წავიდა. იქ დახვდა თუ სწორად მახსოვს დარჩელის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები მიიყვანეს მანქანასთან და უთხრეს, ასე შეგვატყობინესო, რომ ეს მანქანა დატოვებული არისო, ზუსტად აი საზღვართან, ხიდთან იყო მანქანა მიყენებული. შიგნით იდო მამიკოს ყველანაირი დოკუმენტაცია, თავდაცვის სამინისტროს საბუთი, რომ ის იყო თანამშრომელი, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, აი ჩანაწერები, რასაც მამა აკეთებდა სამსახურეობრივს რაღაცებს, ყველაფერი იდო მანქანაში შიგნით. ვიზა ჩემს ისე გამოატანეს მანქანა, ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ იმ მანქანაზე, ვთქვათ, პატას მერე შეეხო იმ მანქანას ვინმე, იყო იქ ძალადობის კვალი ან რაღაცა მსგავსი. რა თქმა უნდა, იმავე დღესვე მივმართეთ პოლიციას, თხოვნით, რომ იქნებ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და
გამოეკულიათ ეს ინფორმაცია იყო თუ არა მანქანაში რამე კვალი რაც რაღაც ინფორმაციამდე მიგვიყვანდა, მაგრამ სამწუხაროდ მეორე თუ მესამე დღემდე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. იმავე დღეს ვგებულობთ, რომ ეს მანქანა სანამ აღმოჩნდებოდა ხურჩის ტერიტორიაზე, ნაპოვნი, ანუ ნანახი იყო ზუსტად იმ დროს მე გათვლებს რო ვაკეთებთ, 10-ის ნახევარზე დამსვა მამამ, სადღაც დაახლოებით რო ვთქვათ 1 საათი დავყავი, 11-დან 12 საათამდე მანქანა დაფიქსირებული იყო ხობის რაიონ სოფელ 1 მაისთან. რა თქმა უნდა ბიძაჩემი, ბიძაშვილი და ყველა თელი ჩვენ სანათესაო წავიდნენ რომ გაერკვიათ, აბა რა ნახეს იქ მოსახლეობამ იქნებ ვინმემ გადმოიყვანა პატამანქაიდან და მოიტანეს ესეთი ინფორმაცია რომ მანქანა მართლაც იდგა იმ ტერიტორიაზე. მე იქ მიუდგა გვერდით ნივის მარკის ავტომანქანა. მამა გათიშულ მდგომარეობაში ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა, გათიშული რა ჩამოცმული ქონდაო შავი ქუდი და აშკარად ნებით რო არ მოდიოდა ეს ადამიანი ეტყობოდაო. ეს იმ დღესო შევატყობინეთ პოლიციას, გამომძიებელს, რომ უთხარით რომ ესე არის იქ პიროვნება, ვინც ამას ადასტურებს, რომ ესე გადაიყვანეს მანქანიდან და გადასვეს სხვა მანქანაში. მაგრამ სამწუხაროდ მე ეს პიროვნება გაქრა. ანუ იქ მისულ გამომძიებელს, რომელმაც მოიძია, რომ ეხლა ჩვენ სახელიაგვარი არ ვიცოდით ამ პიროვნების და იცით ის დრო რა დრო იყო, რომ ყველა თავს არიდებდა რაღაც ინფორმაციის მოცემას, ესე ჩუმად რაღაცა უცებ გაიგო ბიძამ იმ დღეს და როგორც კი გამომძიებელს გადავეცით ეს ინფორმაცია, გვითხრა, რომ ჩვენ ესეთი პიროვნება ვერ ვიპოვეთ, მეზობლები რო დაუკითხეთ იქვე მოსახლეობა ვინც არის, გვითხრეს, რომ აქ არაფერი არ უნახავთ. ამით დაიხურა ეს თემა. აგვირიეს გზა კვალი, გვითხრეს, მე მოდიოდა დროთა განმავლობაში ინფორმაციები, რომ პაეტა გადავიდა აფხაზეთში, რომ არის იქ, რომ ვიღაც ტყვეებზე უნდათ ამ პიროვნების გაცვლა, არ ინერვიულოთ, ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით, გავცვლით, ვიზედაც არ უნდა მოითხოვონ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მამა თქვენი. ამ პერიოდის განმავლობაში კაცრავად. ვისთან გაქვთ ამ დროს კომუნიკაცია? ვისაც დაქონდა ეს ინფორმაცია ჩვენამდე, რომ აი თითქოს და აფხაზეთში. ერთ-ერთი პიროვნება, ვინც იყო, არ ვიცით, ვიღაც ჟურნალისტი მოვიდა ჩვენთან, არ ვიცი როგორ მოხდა, ვერ გეტყვით. ჩვენ ყველას ვეპოტინებოდით, ოღონ რაღაც ინფორმაცია გაგვეგო იმ დროს. ვიღაც ნანა ფიფია, მაგრამ გავიგეთ ეს ქალი, მე გარდაიცვალა დღეს ცოცხალი აღარ არის. მე ჩვენ საჩივარიც დავშევიტანეთ მე ამ ადამიანზე, ფულიც გამოძალა ბიძაჩემს, რომ გადავიდეო აფხაზეთშიო, ამისთვისო თანხა მჭირდებაო და ბიძაჩემა თხოვა, რომ აი ელემენტარული რაღაცა ჩემი ძმის ხელდაწერილი მომიტანე, რომ მე მივხვდე, რომ შენ არ მატყუებ და ამ დღის მერე გაქრა ეს ქალი. მე რა თქმა უნდა შევიტანეთ განცხადება. დაკითხეს ეს პიროვნება და ძირითადი რაღაცები უარყო, ფაქტი იყო, რომ ეს იყო შემოგზავნილი იმ დროს, რომ ჩვენთვის გზა და კვალი აერიათ. იყო აგრეთვე ოჯახის ძალიან ახლობელი, დედით ქარდავა, ვინმე რუბენ შეროზია, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს აფხაზეთში. ესეც გვირევდა კვალს. გვეუბნებოდა, რომ ხან იქ ყავთ, ხან გავიგერო დრანდას ციხეში ყავთ, იქ რაღაცა მისი დოკუმენტები გაიწვიეს. ან დრო გაგქონდათ მაქსიმალურად, რომ ჩვენ აქეთ იმდენი არ გვეხმაურა, რაღაცა თითქოს და აი მორიდების ისიც რო გქონოდა, რომ აი მამა მართლა აფხაზეთში ხო არ არის გადასული, რაღაცა სასწაული ხო არ მოხდა, მაგრამ აქვე აუღნიშნავ, რომ ბაბუა მოკლეს აფხაზებმა. და მამა მაგის მერე აფხაზეთში არასდროს არ გადასულა. სასაფლაოზე არ იყო მინასვლელი მამის და ეხლა არც დაუშვებდი გონებაში იმას, რომ მამა სამშობლოს უღალატებდა, თავის ოჯახს უღალატებდა და აფხაზებთან დაიკავებდა საქმეს და რაღაცა მსგავს აბსურდს ვერ დაგვეჯერებდნენ, იცოდნენ ესეც, მაგრამ ამით გაქონდა დრო. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაწყობდით აქციებს, ვაწუხებდით სამხარეოს, სამმართველოს, გუბერნიას, რომ აი რაღაცა ელემენტარული მიმართულება მიეცა ჩვენთვის, რაღაცა საქმის კურსში ჩავეყენებინეთ. მამას სამსახურეობრივ და პირად ნომერზე ვრეკავდი ყოველდღე. და ჩვენიერ დღეს 12 თუ 14 სექტემბერს მამას ტელეფონი ჩაირთო.
აი როგორია რომ ვრეკავდა SMS-ი მომდის რომ ნომერი რომელსაც თქვენ უკავშირდებოდით ხელმისაწვდომია და აქ ისევ რაღაცა იმედი ჩაგვესახა რომ აი ვიღაცა რაღაცას ითხოვს ან გამოსასყიდს ან რაღაცას ნუ წერდით ყველა ენაზე ქართულად, მეგრულად, რუსულად, ინგლისურად რომ აი გთხოვთ, ოღონდ რამე მოითხოვეთ, ოღონდ რამე გაგვაგებინეთ რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ნუ ეგრევე შევატყობინეთ პოლიციას რომ ესე ტელეფონი ჩაირთო მათ გითხრეს რომ დარეკეს თავდაცვის სამინისტროში, მოსმენაზე აყვანილია ეს ტელეფონი, ყველაფერი გვირეკავდნენ რომ აი ეხა დარეკეთ, ეხა არ დარეკოთ, ეხა მიწერეთ, ეხა არ მიწეროთ და ნუ ბოლოს გითხრეს რომ აი ეხა დარეკეთ და მორჩა. მეორე დღეს გითხრეს რომ ანძამ დააფიქსირა რომ გალში იყო ეს ფიქსირებული ეს ტელეფონი და სამწუხაროდ როცა უკვე თავრობა შეიცვალა გამოძიების კვალს დავადექით გავიგეთ ყველაფერი ვკითხულობ ერთ-ერთ ჩვენებაში რომ სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილეს ქონდა მამას ყველა ტელეფონი შედებული თავის კაბინეტში თავის უჯრაში და რაღაცის გამოტანის დროს შემთხვევით მოუხდა ტელეფონზე ხელი და ჩართო. ნუ ამით იმის თქვა მინდა რომ მაშინ ჩვენ ვერანაირ სამართალს და ვერანაირ გამოძიების გზაზე ვერ დავდგებოდით. ეხლა წარმოიდგინეთ, მე იმ პიროვნებასთან მივდიოდი და ვთხოვდი დახმარებას. ვთხოვდი რომ რაღაცა ინფორმაცია ჩვენამდე მოეტანა, რაღაცა გზაზე დავეყენებინეთ და ბოლოს გებულობ რომ ეს ადამიანი იჯდა კატერზე და უყურებდა როგორ მოკლა რომან შამათავამ სადისტურად მამაჩემი გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში. დიდება უფალს, ღმერთი მაღალია, ის ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს. კიდე მეორე ადამიანი, ვინც კატერზე იჯდა ცოცხალი აღარ არის, ღვთის იმედით ცოცხლობთ დღემდე. რომ ესე გავიგებთ ბევრ ინფორმაციას, რომ პაატა ქარდავას ცოდვა და დავით სინდელიანის ცოდვა არავის არ შერჩება. ეხლა ცოტა გადახვევა კი გამომევიდა. ნუ გავაგრძელებ იქიდან რომ მამა ჩემკენ მომავალი მამა ეს არის რუსთაველის და კოსტავას ქუჩის კვეთა. ოღონდ ამ ყველაფერს ვგებულობ გამოძიებიდან. ეს უკვე მორჩა დაიხურა ის პერიოდი, ანუ 2012 წლამდე ჩვენ არაფერი არ ვიცოდით. ვიყავით სრულ ვაკუუმში, ვაწყობდით აქციებს, ვთხოვდით დახმარებას იმასთან, ამასთან, პრეზიდენტს შევხვდით ორჯერ, შაოსანი ბებო ცოცხალი იყო, მაშინ დღეს ცოცხალი აღარ არის, მამას ამბის მე რომ ვეღარ გაუძლო მისმა გულმა და 2020 წელს გარდაიცვალა. ასეთი დედა მივიყვანეთ განმოხურში და თხოვა მუხდა ჩოქილი ევედრებოდა რომ იქნებ დამეხმარო. მანამდე მე შევხვდი პრეზიდენტს იუსტიციის სახლი გაიხსნა ზუგდიდში და იქ ნუ რა თქმა უნდა იცით როგორ ბლოკავდნენ და მისulis უფლებას არ ქონდა. წერილი მეჭირა ხელში რომელიც მინდოდა რომ გადამეცა რა ჩამოვიდა იუსტიციის სახლიდან ეგრევე დააპირა მანქანაში ჩაჯდომა, მაგრამ აი მთელი ხმით რაც შემეძლო ვიყვირე მეთქი რომ აი მამა დაკარგული შვილი გევედრებით თქო რომ ერთი წუთი მომხედო. ეს რომელი წელია ქალბატონო ქრისტინა? სამწუხაროდ თარიღს ვერ ვიხსენებ. სააკაშვილზეა საუბარი. ზუგდიდში გაიხსნა იუსტიციის სახლი. ეხა უკვე სხვა მისამართზეა ის იუსტიციის სახლი, მაშინ იყო აღმაშენებლის ქუჩაზე თუ არ ვცდები. ნუ ალბათ წელი იქნებოდა. ხო, რომელ წელს არ გითქვამთ და რომელ წელს გაიტაცეს და რომელ დღეს მარიამობის წინა დღეს 2008 წლის 27 აგვისტოს. ომი არის რამდენიმე დღის დამთავრებული. დიახ. ჩვენთან ზუგდიდში მაინც თითქოს და საგანგებო მდგომარეობა იყო, ხალხი შიშით დადიოდა და მამა ყველა მე მახსოვს ის ომის პერიოდიც დაიცალა ჩვენი корпуსი, დაიცალა ეზო, დაიცალა ზუგდიდი. მაგრამ მამა ზუგდიდიდან არ გასულა, იმიტომ რომ მამას გამოვლელი ქონდა ის აფხაზეთის ომი და იცოდა როგორი დიდი სიმწარე არის ეს, რომ მიატოვებ ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის დღეები. მეგონა რომ მამა ჩემს და ბებოს ბოლოჯერ ვხედავდი 2008 წლის 8 აგვისტოს. სად მუშაობდა ამ დროს მამა თქვენ? მამა იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი. როცა გაიტაცეს, კი 3 წელი მუშაობდა მამა. მესამე წელი მიმდინარეობდა, რაც მუშაობდა დაზვერვის თანამშრომლად. თქვენ მეგობრობდით მამა თქვენთან? რა თქმა უნდა,
თქვა? ანუ რას გეკითხებით, იცით რომ არიან რომ არ მეგობრობენ შობლებთან ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა მამასთან, მეგობრული ურთიერთობა. თუ გიზიარებდათ თავის შეხედულებებს, მაგალითად ომთან დაკავშირებით. ამას საჯაროდაც ამბობდა ხოლმე, რომ აი ისე მიატოვეს ქალაქი და გაიქცნენ და ვის შეატოვეს ეს ქალაქი და სულ ეუბნებოდი მამა რომ გთხოვ აი ძალიან რომ არ თქვა ესეთი რაღაცები, რა იცი რა ხდება, ვინმე რამე არ მოგიგონოს, ვინმე რამე არ თქვას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამა ომის პერიოდში იყო სვანეთში ასული. მის ყოფილ უფროს დასჭირდა რაღაც დახმარება და მამამ აიღო საკუთარ თავზე ეს პასუხისგებლობა და ავიდა სვანეთში. აი ერთადერთი ვარაუდი, რასაც ვფიქრობ, რომ აი რატო უნდა გაეწირათ მამა. მამას რო რამე დანაშაული ქონოდა, დარწმუნებული ვარ, საჯაროზე გამოიტანდნენ ამას და იცით თქვენ იმ დროს, რომ მარტივად შეეძლოთ მამისთვის ბევრი რაღაცის დაბრალება, მაგრამ ეტყობა ამ ადამიანს ვერ მოუძებნეს ვერაფერი. პირიქით, მამა ფლობდა მაგაძე რაღაც ინფორმაციას და სწორედ მაგიტომაც მოკლეს. რაღაცა ან ნახა. რამდენ ხანს გაჩერდა სვანეთში, რა თარიღებში? დილით ავიდნენ, საღამოს ჩამოვიდნენ. რომელი დღეა ეს? ეს იყო აი ომის პერიოდი. დაახლოებით ალბათ 8-ში ხო უკვე იყო ომი. 8-დან სანამ დათო ცინდელიანის ამბავი მოხდებოდა, ახლა ზუსტად კონკრეტულად თარიღს ვერ გეტყვით. დათოსი როგორც მახსოვს 16 აგვისტოს იყო. აი დაახლოებით იმ შუალედში რა. ბატონო. რისთვის ვიყავიო სვანეთშიო, რა თქვა? ახლა სამსახურეობრივ რაღაცებს ოჯახში რა თქმა უნდა არ იტყოდა, მაგრამ რაღაც მის უფროს დასჭირდა, ხო, ყოფილ უფროს და მაგისთვის იყო სვანეთში წასული და რო ჩამოვიდა თქვა, რომ აი ჩვენ რო აქეთ მოვდიოდით, უამრავი რუსის ჯარისკაცმა აუარა მათ გვერდი. და ვეუბნებოდი კიდევაც ესე მივაძახეო რუსულად, რომ აი არ გეშინიათო სად მიდიხართო, მეთქი როგორ არ შეგეშინდა, ან რო ესროლათ მეთქი შენთვის ან რაღაცა. არ ვიცი. შეიძლება ნახა იქ ისეთი რაღაცა, ან გაიგო ისეთი რაღაცა, რითაც ამ რის გამოც ესე გაწირეს მამა, არ ვიცი. ერთადერთი ვერსია, ერთადერთი ეჭვი. რომ აი მამამ რაღაცა იცოდა ამაზე და მაგიტომაც მოიშორეს თავიდან. ეხლა დაუბრუნდები იმას, რომ უკვე გამოძიებიდან რაც გავიგეთ, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს თათბირის ჩატარების მერე მამა მოდის ჩემთან, რომ უნდა ამიყვანოს და ცენტრალურ ბაზრის ტერიტორიამდე სანამ ჩამოუხოს უნდა გამოიაროს კოსტავას ქუჩის შუქნიშანი. ამ შუქნიშანთან უკან ჩერდება მანქანა, საიდანაც გადმოდის სამხარეო პოლიციის 2 თანამშრომელი. მამას უჯდებიან და იარაღის მუქარით ეუბნებიან, რომ გზა გააგრძელა იმ მიმართულებით, საიდანაც რომელ მიმართულებასაც ჩვენ მოგცემთ. და რა თქმა უნდა, გაუყენეს გზა ხობის მიმართულებით, აი სადაც მე აღვნიშნე, რომ მანქანა იყო პირველ იმაზე გაჩერებული, რომ გავიგეთ ეს ინფორმაცია, რომ მანქანა იდგა იქ. და ზუსტად ამ დროს დავრეკე მე, როცა უკვე მამას ესენი მანქანაში ესხდნენ, რა თქმა უნდა, იარაღის მუქარით აიძულეს, რომ ჩემთვის ეთქვათ ისეთი რაღაცა, რითაც მე დამშვიდებოდი და მამას გარკვეული დროით არ მოვიძიებდით, რადგან რაღაც საქმე გამომიჩნდა და ამ საქმეზე მივდივარ, რომ ის 2 საათიანი და 2 საათნახევრიანი პაუზა, რომ მამას ტელეფონი გამორთული იყო, ჩვენთვის საეჭვო არ იყო. მეთქი საქმეზეა, გამორთო ტელეფონი. ამის მერე ცაიშიდან როგორც უკვე გითხარით, გადასვეს ნივის მარკის მანქანაში, მიუყვანეს სოფელ შეკვეთილთან რომან შამათავას, კიდევ ერთ მანქანაში გადასვეს და ეს მანქანაც გაყვა უკან. წაიყვანეს ბათუმში. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს ესეთი სიტყვები, რომ როგორც ემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არა ადამიანი. და აიძულებდა, რომ რაღაცა ეღიარებინა, არ ვიცი რის აღიარებას თხოვდა ალბათ. რაღაცა აბსურდი რომ დაებრალებინათ მამისთვის.
მერე მიიყვანეს ბათუმში ნავმისადგომთან, ჩასვეს კატერში, გაიყვანეს დიდ სიღრმეში ზღვაში. და მამა თურმე თხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცა და კიდე ალბათ იმედი ქონდა, რომ არ მოკლო. იცნობდა ხო რამოდენიმე ადამიანს ვინც იჯდა იქ კატერზე და ქონდა მათთან კვეთა, იქნებოდა ეს სამსახურეობრივი პოლიციაში როცა მუშაობდა. და ალბათ ქონდა იმედი, რომ ისინი რაღაც სიტყვა შეაწევდნენ, რომ აი ვინიჯდა კატერში გვარები რომ ჩამოთვალოთ, რომან შამათავა მკვლელი. რომან შამათავა. ალექსანდრე დანელია. ეს არის პიროვნება, რომელსაც აი რო ვახსენე, რომ მამიკოს ტელეფონები ედო სამსახურში. ბახვა ჩიქობავა, რომელიც დღეს თურმე გმირია და მამა ჩემი მოღალატე. და კატერს მართავდა გიორგი ჩიქოვანი, იგივე მაიმუნა. თქვენ თქვით რომ კატერში მყოფი ორი ადამიანი გარდაცვლილია, რომლები არიან ეს? ალექსანდრე დანელია და ბახვა ჩიქობავა. რითი გარდაიცვალნენ, ხომ არ იცით? ალექსანდრე დანელიამ თავი მოიკლა, როგორც იყო და წავიკითხე სოციალურ ქსელში და ბახვა ჩიქობავა მოკლეს უკრაინაში. სხვის სამშობლოს იცავდა და აქ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს კლავდა და ზღვაში აგდებდა. დიახ, და ზუსტად ბახვას და ალექსანდრას მიმართავდა მამა. იმიტომ რომ ქონდა მაგათთან იცნობდა და მიმართავდა რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. ალბათ ქონდა იმედი რომ ისინი მაინც დაიდობდნენ და სასიკვდილოდ არ გასწირავდნენ მამაჩემს. დიდება უფალს, ღმერთი მაღალია. ბატონი თენგიზი, ბატონი ირაკლი დასვამენ კითხვებს. მადლობთ მობრძანებისათვის, მესმის რთულია, მაგრამ უნდა დავსვათ. სვანეთის ეპიზოდს რო დავუბრუნდეთ. ეს მამა თქვენის ყოფილი თანამშრომელი, რომელთანაც ის იმყოფებოდა, ის დაიკითხა იმ გარემოების დასადგენად თეორიულად რო წარმოვიდგეთ, რა შეიძლება და იქ ენახა, რომელიც თქვენც გამოთქვით ეს ვარ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მას მიმართეთ, ხო, ერთად იყვნენ და ვთხოვეთ, რომ მეთქი აი რამე ისეთი დეტალი ხო არ გინახავთ, რომ აი რაც დაგაეჭვებდათ, ან რაღაცა ხო არ გილაპარაკიათ ერთმანეთში. ეს პიროვნება გვეუბნება, რომ მსგავსი არაფერი, ახლა ხო იცით, მე ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, გარდა სამსახურისა. რაღაც პირადი იმით ხსნის, პირადი რაღაცა ვთხოვეოდა, იმიტომ მომიყვანეო. როგორ? თქვენ დახმარება პირადი რაღაცის. არას, მე როგორც ვიცი და გავიგეთ მერე, საწვავი დაუმთავრდათ, ვერ ჩამოდიოდნენ და მამა მაუტანა მათ საწვავი. თქვენ მეუბნებით ყოფილ უფროსზე, ხო? ანუ მამა ვისაც თქვით, ვარაუდი რომ შეიძლება იქ სვანეთში ისეთი რამე ხო, მე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აი ერთადერთი ვერსია. არა, ჩვენი მკაცთან მერე კვეთა არანაირი არ გქონდა. არც გამოძიებას დავუკითხავს თუ იცი? არ ვიცი, ვერ მოგატყუებთ. ანუ თქვათ დაუშვათ რომ თავდაცვის სამინისტროს რაღაც გარკვეული ეჭვი ქონდა თქვათ დაუშვათ პირობითად ამა თქვენთან დაკავშირებით ხო ანუ ამა თქვენი გამოვიდა თავდაცვის სამინისტროში თათბირის შემდეგ ხო ნუ ზუგდიდში არსებულ ერთ-ერთი დანაყოფი რა თქმა უნდა განყოფილება ქონდა ზუგდიდში სადაც მამა ემსახურებოდა მუშაობდა ანუ ამ შემთხვევაში თუ რაღაცა ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს ადამიანის დაკავება. და ბრალის საყენება თუ არა, მოკვლევის დაწყება მაინც. მაგრამ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული. გატაცება, ანუ ეს უკვე თავიდან ბოლომდე მიუთითებს იმაზე, რომ აქ რაიმე შეიძლება გონივრულ ეჭვთან კი არ არის საქმე. საქმე არის ალბათ იმაზე, რაზეც თქვენ თქვით, რომ ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ აი ამ ომის დროს დაშვებული იქნა ხშირ შემთხვევაში ფატალური ან ლაჩრული შეცდომები და ამას ათვითცნობიერებდნენ და ამბობდნენ, ესეთი ადამიანების მოცილება უნდათ. ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც
და ასეთი არის ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც. აი ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ეგ არის რა თქმა უნდა, რომ ეს იყო რეჟიმი, რომელიც წარმოადგენდა დანაშაულებრივ სინდიკატს აბსოლუტურად ყველა სფეროში. თორე სწორი ბრძანა ქალბატონმა ქრისტინემ, რომ მათ რომ მართლა რამე ქონოდათ, აგერ უდანაშაულო ადამიანები იყვნენ, ფოტოგრაფების საქმე გავიხსენოთ ბრალით წაყენებული. რამე რო ქონოდათ ასეთი ხო, მაშინ თავისთავად დიდი ხმაურითა და დიდი ზარზეიმით ამცნობდნენ ქვეყანას. რა თქმა უნდა და ჩვენც არ მოგცემდნენ იმის უფლებას, რომ ესე ქუჩა-ქუჩა გვევლო და აქციები მოგვეწყო მათთვის და გვეხმაურა ამდენი. ქალბატონო ქრისტინე, სანამ კითხვებს დასვამენ, მე ვიცი რომ ბატონ სოზარს კითხვები აქვს, კიდე სხვა წევრებს, ბატონი ილია, ბატონი გურამი. ორი კითხვა მაქვს. ერთი თქვენ ბრძანეთ, რომ შეხვდით პრეზიდენტს, რა უთხარით, რა გითხრათ? და ბებია, რომელიც შავოსანი იყო, დაუჩოქაო თქვენ ეს გადატანითი მნიშვნელობით ბრძანეთ თუ მართლა დაუჩოქა? ცუდად გახდა და ვერ დაიკავეს და მე იქ მოითხოვეს რომ სკამი დაედგათ და რაღაცა ძალიან რა უთხრა ბებიამ თქვენ ესწრებოდით ამ საუბარს? დიახ. და რა უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა? ეს ორი შეხვედრა დეტალურად დიალოგის დონეზე რო გვიამბოთ. ანუ ბებო, რა თქმა უნდა, როგორც ჩემი პირველი შეხვედრა იყო თხოვნა, რომ ასე მამა დავკარგეთ, უგზო უკვე დაკარგული, არანაირი ინფორმაცია არ აქვს, დავდივართ ქუჩა-ქუჩა, კარ-დაკარ ვაწყობთ აქციებს და ძალიან გთხოვთ, რომ აი რაღაცა ინფორმაცია მაინც მოგვაწოდოთ, იქ გამოძიება რა ეტაპზეა, ეს მაინც გაგვაგებინოთ, აი მოახერხე როგორღაც რო ხელი დამეჭირა მისი ხელი, რომ ეს ჯარისკაცები ვინც იდგნენ და ვინც იცავდნენ მაგას, რომ არ ლიკვიდირებული არ ყოფილიყავი რა მისგან. და ესე მითხრა, რომ წერილი რაც ხელში გიჭირავს, გადაეცი დაცვის თანამშრომელს, გპირდები, რომ რამეს გავარკვევ და შემოგეხმიანებით და მე უკვე მოუწყდი მე იქაურობას, არც მიშა მინახავს და არც არავინ. წერილი გადავეცით. იქ იყვნენ სამხაროოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, ვისთანაც მე ყოველდღიური შეხება მქონდა და ყოველთვის თხოვნით დავდიოდი, რომ რაღაცა დახმარება, რაღაცა ინფორმაცია მოეცა ჩვენთვის. იყო რწმუნებული გოროზია, რომელთანაც ყოველდღე დავდიოდით და ვევედრებოდით, რომ იქნებ დაგვეხმაროთ, პრეზიდენტს ერთ-ერთზე შეგვახვედროთ, რაღაცა ინფორმაცია. რას გეუბნებოდათ გოროზია? რა ჩვენ გადავეცით ინფორმაცია და ელოდეთ პასუხს მიიღეთ. სამხარეოს უფროსი ვინ იყო? სამხარეოს უფროსი თენგიზ გუნავა. თენგიზ გუნავა, რომელიც გვეუბნებოდა, რომ არაფერი არ იცოდა, არანაირი ინფორმაციას არ ფლობდა. მამა და თენგიზ გუნავა ერთ პერიოდში ერთად მუშაობდნენ, როცა მამას ახალი დაწყებული ქონდა პოლიციაში მუშაობა. ამ დროს მისი მოადგილის გუნავას მოადგილის კაბინეტში ინახებოდათ მამის სარქოლი ტელეფონები. მარტო ეს რო არა, გუნავას თანამშრომლებმა გაიყვანეს მამა ზუგდიდიდან, როგორც უკვე გამოძიებიდან ვკითხულობთ ჩვენ ამას და ეხლა როგორ დავიჯერო რიგითი თანამშრომელი, ისე რომ უფროსმა ინფორმაცია არ იცის, დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელს გაიყვანს, როდესაც ვიცოდით ჩვენ მამას ედო საბუთი, აი დღემდე მაქვს შემონახული, სადაც ეწერა, რომ პოლიციის თანამშრომელს არ და უფლება მამა გაეჩერებინა თუ წარმომადგენელი არ იყო თავდაცვის სამინისტროდან. და ეხლა როგორ დავიჯერო, რომ გუნავამ სამმართველოს უფროსი არ მახსოვს მაშინ ვინ იყო, ეს არ იცოდნენ და ისე გაიყვანეს პატაკარდავა ზუგდიდიდან. თან რთულია ამის დაჯერება. და ეს ადამიანი აქციებზე თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა, რომ აი მან არაფერი იცის, თორემ არ დაიშურებს უკანასკნელ ძალას, რომ ჩვენს ოჯახს გვერდით ამოუდგეს და დაეხმაროს და გაიგოს პატა სად არის. როდის იყო ის პირველი დღე, როდესაც თქვენ გაიგეთ, რომ მამას აღარ უნდა ელოდოთ? ეს იყო, როდესაც მთავრობა შეიცვალა და ამდენი წელი 4 წელზე მეტი თქვენ ვიცხოვრეთ ტყუილში, ვიცხოვრეთ მოლოდინში, განცდაში, შიში, რომ აი სულ მქონდა იმის მოლოდინი, რომ მეთქი კიდე ვინმე არ დავკარგო ოჯახის წევრი. რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე და ჩემი ოჯახის ფსიქიკაზე. ბატონი ირაკლი, თქვენ დასვით ხომ შეკითხვა? ბატონი ილია, ბატონი გურამი. მადლობას გიხდით პირველ რიგში იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძნელი არის ეს ყველაფერი, ესეთი კომისია ერთხელ
ტარდება ერთ შეიკრიბა და მიზანიც ეს არის რომ ჩვენ ყველა იმ ადამიანს ყველა ეს ისტორია მოვისმინოთ და ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება რომ ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაიმახსოვროს და მომავალმა თაობამ კარგად გაიაზროს როგორი საშიშროების წინაშე და რა სირთულეების გადატანა მოუწია იმ ადამიანებს იმ ოჯახებს რომლებმაც ეს ტკივილი გადაიტანეს და თქვენი აქ მოსვლაც მნიშვნელოვანი იყო ამ ისტორიის გაჟღერებაც მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენმა ქვეყანამ მომავალში ამ ყველაფრისგან თავი დაიცვას თქვენ თქვით რომ ძმა გყავთ და მაინტერესებს ამ პერიოდის განმავლობაში ხო არ იყო რამე ზეწოლა თქვენს ძმაზე ან როგორც ოჯახის წევრებზე თუ ძირითადად მთელი ეს პერიოდი იყო იმ ტყილზე აგებული რომელითაც უნდათ დრო გაეწელათ და რაღაცნაირად არ ვიცი როდესღაც ხო სადღაც მივიდოდა მაგრამ გეგმა რა ქონდათ ძნელი სათქმელია ხა ეგეთ ადამიანებს თავში რაუდევთ და როგორ გეგმავენ მაგრამ ხო არ ყოფილა ამ პერიოდის განმავლობაში რამე ზეწოლა საშიშროება გამთელობის ან ხიფათი თქვენი ოჯახის წევრების მიმართ მოგახსენებთ ძმასაც ნამდვილად ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ მოსულიყო მაგრამ ძმა ემიგრანტია და არ იმყოფება საქართველოში ეხა ესე უშუალოდ რო ვთქვა რომ რაღაც ჩვენს ოჯახზე მუქარას ჰქონდა ერთადერთი შემთხვევა მახსენდება აი ზუსტად შეგვპირდა გოროზია რომ შეგვახვედრებდა პრეზიდენტს რაღაც მუზეუმში იყო შეხვედრა და გამოგვაპარეს რა ეს ინფორმაცია ესე რო ვთქვათ მე ჩვენი წყაროებით გავიგეთ რომ აი დღეს სააკაშვილი მოდის და იქნებ მოახერხოთ მასთან შეხვედრა რომ მივედით რა თქმა უნდა იქ არავინ არ მიგვიშვა ისე წავიდა სააკაშვილი რომ ჩვენ არ გაგვაკარეს იმ ტერიტორიას და პროტესტი მქონდა ამის გამო ეხა ადამიანი შემპირდა მითხრა რომ თან ადამიანი რომელიც სამსახურს მპირდებოდა რომ აი შენ რას ქვია პატაშვილი ესეთი აუცილებლად დაგასაქმებთ არ დაგტოვებთ ოჯახს უყურადღებოდ და მიმართა ეხა რომ მეთქი თქვენ ხო შემპირდით თან იქვე მოედანზე ვნახე ესენი რო იდგნენ და თქვენ ხო შემპირდით მეთქი რომ აი პრეზიდენტს შეგახვედრებდით თან მომქონდა მამას ფოტოები რომ გადამეცა წერილი მქონდა დაწერილი და ნუ მოხდაო ისეო რომ ვერ შეგახვედრეთო და ნუ ამ განერვიულებულ ფონზე მოლოდინის ფონზე ცოტა ხმამაღალი გამომივიდა ეს ჩემი საუბარი და მე უთქვამს რომ ესეო მე აქციებით რომ მემუქრება ისეთ ადამიანსო და ოჯახსო ჩემთანო არ დავასაქმებო და ნუ რა თქმა უნდა ეს ჩემი დასაქმების საქმე გადაიდო ნუ ეს ჩემთვის რაღაც იყო ყველაზე ბოლო ადგილას ჩემი დასაქმება იმ მომენტში აქედან გაბრაზებულები წავედით სამმართველოში და მოვითხოვეთ უფროსთან შეხვედრა და გამოგვივარდა იქ ვიღაცა თანამშრომელი მე სამწუხაროდ ვერ გავიგე ვინ იყო ეს თანამშრომელი ამ ჩვენ არ მოეწონა ჩვენი ხმაური ჩვენი პროტესტი რომ აი როგორ დაგვტოვეთ გარეთ და როგორ არ შეგვახვედრეთ პრეზიდენტს მეთქი და მითხრა ესეთი სიტყვები ეხა გაჩუმდიო თორე 2 წუთში გაგაქრობთო რა თქმა უნდა დედა ჩემი ტიროდა ამის გამო და გთხოვა ორივეს ბექას და მე რომ გთხოვთ შვილო დამშვიდით მე არ მიღირს იმად რომ თქვენც რამე მოგივიდეთ და გამობრუნდით და წამოვედით სახლში ასეთ 4 წელიწადში გვიწევდა ჩვენ ბრძოლა და თქვენი ძმა ბექა ეხა რო ახსენეთ ალბათ თქვენი ძმას გულისხმობთ აქ იყო ემიგრაციიდან ჩამოვიდა დაბრუნდა საქმის შემდეგ არა მამის მერე წავიდა მამის ამბის მერე წავიდა ხო და ესე იგი მაშინ მოხდა დიახ ნუ დაახლოებით აი რომ თავრობა შეიცვალა გავიგეთ რომ მამა უკვე გარდაიცვალა ვინმე ჟურნალისტები ან რამე მსგავსი საერთაშორისო ორგანო საელჩოები ან NGO-ები ან მსგავსი ვინმე ხო არ დაინტერესებულა თქვენი საქმით ან ხო არ მოსულა გასაშუქებლად რომელიმე ტელევიზია ან რამე გადაცემა ხო არ ერთადერთი იმ პერიოდში ვინც იყვნენ რა თქმა უნდა მე გულისხმობ იმ 2012-მდე ნანა ლეჟავა იყო ვინც არხს არ მახსოვს ახლა როგორ ვინ არის ხო მეც არ ვიცი ვინ არის
ნანა ლეჟავა ხო იყო ის ჟურნალისტიკა. კი, ჟურნალისტს ასე ქვია, კი, ქალბატონი ნანა ლეჟავა. ნანა ლეჟავას რაღაც დაიჯეს, რაღაც არ მახსოვს ახლა ზუსტად. პირველი მაგათ მე არ იყო, რაც გაშუქდა ეს. როდის იყო ეს, რომელი წელი? 2008-ში მე მგონი. არ მახსოვს. და რა მოყვა ამას? რამე მოყვა? შედეგი არაფერი, რაც ეხა ვიცოდით ინფორმაცია მოვყევით, აი როგორც თქვენ მოგიყევით, რომ ჯერ მანქანახობში იყო ნაპოვნი, მე ხობიდან გადმოიყვანეს აფხაზეთის ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ყველაფერს ყვებოდით, ვთხოვდით დახმარებას, მაგრამ რეაგირება არანაირი. თქვენ ახსენეთ, რომ ერთი პიროვნება, რომელიც დღემდე ცხოვრობსო აფხაზეთშიო. დიახ, ეს არის რუბენ შეროზია. რუბენ შეროზია, ხო. დიახ, ჩვენ მაგის რანაირ კავშირში იყო, ამან თქვა, რომ აქ არისო თუ ამბობდა ეს პიროვნება, რომ აი მოქონდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ რაღაცა გავიგე, რომ პატაკარდავას საქმე გამოითხოვეს აფხაზეთში და ვფიქრობო, რომ ეს ადამიანიო იქ ყავთო რა დაკავებულიო. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს რო გავიგეთ, რაღაცა იმედი გაჩნდა, რომ მამა ცოცხალია და ბიძაჩემად ხოვა, რომ აი არაფერზე უარს არ ვიტყვით, ბინასაც გავყიდით რაც გვაქვს, რამე თანხა თუ იქნა საჭირო, მე მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს თხოვეთ, რომ აი რაღაცაზე თუ წამოვიდნენ კომპრომისზე ან გაცვლა იქნება ეს ტყვეზე ან რაღაცაზე, ყველა გვპირდებოდა, რომ თქვენ არ იდარდოთ, ამას მოვახერხებ. ბოდიში დავასრულებ გეტყვით. მე რაღაცა გაჩნდა ეჭვი რა, რომ ეს ადამიანი ძალიან გვეთამაშებოდა. ბიძას ეუბნებოდა ერთ ადგილს, რომ აქ მოვდივარ, ნუ თითქოს და რომ უნდა გადმოსულიყო აფხაზეთიდან და გზა ერთია იმ მიმართულებით, რომ უნდა მოსულიყო, მოდიოდა ზუგდიდის ტერიტორიიდან. და ბიძაჩემ მიხვდა, რომ აქ რაღაცას უკვე თამაშობდა ისევ ხელისუფლება და ისევ ეს კაცი იყო დაგეშილი მაგათ მიერ და დაიჭირა რა და უთხრა, რომ შენ თუ რამეს თამაშობ, რუბენიცო და ამას არ გაპატიებ რა. უბრალოდ მე მითხარი გავიგეთ ახლა რომ ყველას ეშინოდა იმ დროს უარის თქმის და თანამშრომლობის და რაღაცა ჩვენამდე რაღაც ინფორმაციები რომ მოეტანათ. შენ უბრალოდ გამაგებინე, მე შენზე არაფერს არ ვიტყვი და ნუ ამან იუარა რა თქმა უნდა როგორ გეკადრება, იმ დღის მერე ის ადამიანი გაქრა. ჩვენთან არანაირ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. გასაგები. და ის რომ ახლა ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ეს ნუ ვიცით ხო, დედით ქარდავა არის, ამით რომ დავიწყოთ, აქედან გამომდინარე არ უნდა ეკადრებინა მსგავსი რაღაცა და ქარდავა თუ შეროზია. ეს შეროზია, დედით ქარდავა არის ეს ადამიანი და მის ნათესაობთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ. რა არ ვიცი. გასაგები. კარგით, მადლობა, მე ამ ეტაპზე მეტ კითხვას არ დაგისვავ, ძალიან ძნელი რა თქმა უნდა. მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ მამა მოკლა რომა შამათავამ, ხო? ეს ვიცით ყველა. მაგრამ ჩემთვის თითოეული ადამიანი მკვლელია, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. მე მახსოვს ჩემი მდგომარეობა, არ მახსოვს წელი. ნუ რა თქმა უნდა თავრობის შეცვლის მერე როცა უკვე მე სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი და მოწმეების სახეზე ვიცი ვინ არის. შევდივარ აფთიაქში და პიროვნებამ რომელმაც მამა ზუგდიდიდან მიუყვანა რომან შამათავას ვხედავ ამ ადამიანს. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ჩემი მდგომარეობა, უბრალოდ მოვკვდი, ვერავდექი, ვერ ამოვისუნთქე, აი მეთქი რა ვქნა, გავიყინე. და რო წარმოვიდგენ, რომ ერთ წელიწადში 2026 წლის ივნისის თვეში რომან შამათავა შეიძლება ქუჩაში ვიხილო, ეს არის ჩემთვის, არ ვიცი. მე ნამდვილად ვერ ვიგრძნობ ალბათ თავს უსაფრთხოდ. აი 12 წელი აღმოჩნდა ძალიან ცოტა ჩვენთვის. ნუ იმ დროს ხო ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ზეიმი იყო, რომ ეს პიროვნება დააკავეს, გამოიძიეს, მივაღწიეთ იმას, რომ ვიცით ვინ მოკლა მამა და ნუ გვამი არ გვაქვს, მაგრამ რაღაცა ვქენით შვილებმა12 იმისთვის. წელი მიესაჯა. ნუ 16 წელი მიესაჯა, ნუ პირველი ინსტანციით სააპელაციოთი 8 წელი, მე ხო გავასაჩივრეთ უზენაერში 16 წელი, იმ 16-დან მათი მიდგომა ხო ესეთი იყო, გვამი არ არის, ესე იგი დანაშაული არ არის და გამომდინარე აქედან დატოვეს 12 წელზე. და ამ 12 წელმა აგერ 2026 წელს
ხო და მე გამოვა რომან შამათა 2026 წელს და ვინძლო პარტიას ჩამოაყალიბებს. და თქვენ წარმოიდგინეთ პირველ პროცესზე ერთადერთი პროცესი იყო მე მგონი რომელსაც ის დაესწრო ის არ ადამიანი თვალებში მიყურებდა ასე უტიფრად გახედვაც არ მინდოდა და მეუბნებოდა რომ მე მამა შენი არ მომიკლავს. და დგას დედამისი და იძახის რომ ეს ადამიანი არის გმირი შვილი გაზარდა. გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა. უდანაშაულოდ გამოასალმა მამა სიცოცხლეს და დავით სინდელიანი და არ ვიცი ალბათ კიდევ რამდენ ადამიანს დაუშავეს და რამდენს ერთი კითხვა მაქვს კიდე. თქვენ ზუგდიდში ცხოვრობთ? დიახ. და არსად ემიგრაციაში არ წასულთ? არა. თქვენი ძმა უკვე რამდენი წელია წასული? პერიოდულად ჩამოდის, გარკვეული კონტრაქტებით მუშაობს და ოჯახი ყავს? კი, ცოლ-შვილი აქ ყავს. დიახ. ამოწურეთ ბატონო ილი. კარგით, მადლობა. ბატონო გურამ. ერთი კითხვა მაქვს, თქვენ თქვით რომ 4 ადამიანი იჯდა იმ კატერში. დიახ. 2 გარდაიცვალა, 1 სასჯელის სიხდის და მე-4 თუ იცით ნაბედი ეწია. მე როგორც ვიცი გაქცეულია ხო ეს პიროვნება საქართველოში იმყოფება არ ვიცი ჩიქოვანი მე მგონი არა ხო მადლობა ბატონო სოზარ კარგად მესმის რამდენად ძიმე იყო თქვენთვის დღეს აქ მოსვლა და ამ ყველაფრის გახსენება და ის ემოციები კიდე მართლაც ხდება ყოველ ჯერზე როცა ამ ადამიანებთან შეხვედრა იწევთ. იგივე ის თენგიზ გუნავა, რომელიც ყოფილა მამა თქვენის თანამშრომელი მეგობარი თუ არა, ადამიანი, რომელიც შემდეგ გახდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახე და საქართველოს პარლამენტის წევრი. ანუ ის თქმა მინდა რომ პოლიტიკური დანამნაშავების სინდიკატი არის თლიანად რა, არაფერი განსხვავება მათ შორის არ არის და ამიტომ არის რომ დღემდე გმირებად აცხადებენ მკვლელებს, კრიმინალებს, სადისტებს აცხადებენ გმირებად. ხალბატონი ციცინო შავაძე, რომლის ძმის შვილებს ემუქრებოდნენ, რომ რაღაცას საფრთხე დაემუქრებოდა თუ ხმას ამოიღებდნენ. თქვენ შემთხვევაში დავით სინდელიანის შემთხვევაში სხვა ტაქტიკა ჰქონდათ, იქ გვამი იყო და ამიტომ სხვანაირად აშინებდნენ ოჯახს. თქვენ აი ამდენი წელი მართლა გატყუებდნენ, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს და აი რა მართლა რამდენჯერ შეგხვედრი ვართ თქვენს ძმას და ძალიან ძნელი იყო ამ საქმეზე ჯერ ამას გაგება და მე უბრალოდ თუნდაც ის რომ საკმარის დონეზე გნებავთ ბრიფინგით, გნებავთ რაღაც პრესკონფერენციით, ზედმეტი ხმაური არაერთი ხათ უფრთხილდებოდა ოჯახები, რომ სიცოცხლეს ვაითო ჩვენი ზედმეტი სიტყვის გამო მამის სიცოცხლეს, მეუღლის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხეს იყო აი მართლა უმძიმესი წუთები რა. ეხლა კითხვა უბრალოდ ერთადერთი კითხვა მაქვს, ეხლა ხურჩა თქვენ ამოვიდეთ რომ ხურჩაში აღმოჩნდა მანქანა და მანამდე იყო ხოფში, ეხლა ვინც იქაურობა ოდნავ მაინც იცის, ორი სრულიად სხვა პირისპირო მიმართულებაა და ვინ გადაიყვანა მე ხურჩი და ისა ხობიდან ხურჩაში ხო არ იცით ეს ამ ინფორმაციას ანუ მამა თქვენ გამოძიებიდანაც არ მახსოვს სიმართლე გითხრათ რაღაც დეტალებს ვიწერდი აი რაც დღემდე შემონახული მაქვს მამა თქვენი ხოფში გადასვეს სხვა მანქანაში, მანქანა იტატოეს და ამის შემდეგ სრულიად საპირისპირო. ხო, ალბათ ის ვიღაცას დაავალეს, ისიც იქნებოდა სამხაროს რომელიმე თანამშრომელი, ვინც იმ მანქანას. გზის ასარევად, ოჯახისთვის გზის ასარევად დაიყვანეს. ბატონ სოზარ, გამომრჩა ერთი დეტალი, რომ ჩვენ აფხაზეთიდან ვართ, ნაბაკევიდან ვართ, ხურჩა და ნაბაკევი მოსაზღვრე სოფლები არის. და ბიძამ უკვე როცა დაიწყო ეს ინფორმაციის მოძიება, რომ იქით ცხოვრობ ჩვენ ათესავებს კითხა რომ აი იქნებ ვინმე ნახა ვინც გადმოდიოდა იმ დღეს იმ ხიდზე რომ აი რა დროს მიიყვანეს ეს მანქანა ვინმე გადმოვიდა ამ მანქანიდან რამე ნახეთ და იქ აფხაზეთში თურმე გავრცელდა ესეთი ხმა რომ შეუნიშნავთ ეს იქ საგუშაგო ხო აქვთ როგორც კი ჩვენ ქართულ საზღვარს გადაყვეთ მაგათი საგუშაგოა და უთქვამთ რომ აი ნახეთ ჩვენ ხედავთ რომ დგას მანქანა მაგრამ გვეშინია მისulis ან დანამული არ იყოსო ეს მანქანა რაღაცა ჩვენთვის გამიზნული რომ აი ჩვენ რაღაცა დაგვიშაონო მაგრამ მე ჩვენ ვარაუდობთ რომ მანქანა შეგნებულად დატოვეს იქ იქნებ გადაიყვანათ აფხაზეთში ეს მანქანა აფხაზებს
ამით უკვე კიდევ ხაზი გაესმეოდა იმას, რომ აი პატა მანქანით გადავიდა აფხაზეთში და ისედაც როგორც ჩვენამდე მოქონდათ ინფორმაცია, რომ რაღაც საქმეზე გაუშვეს, დაავალეს და საქმეზეა წასული, დაასრულებს თავის მოკვლევას საქმეს, დაბრუნდება თქვენ არ ინერვიულოთ, არ დაგტოვებთ, ან იქნებ ისე მოხდეს, რომ თქვენც წაგიყვანოთ, ეხლა როგორი მოსასმენია ეს ჩვენთვის. და ბოლოს გებულობთ, რომ მამა არის შავ ზღვაში გადაგდებული, მოკლული, ბეტონმობმული და ის ტექსტიც, რომ ნუ გეშინიათ, რომ ეუბნებოდა რომან შამათავა იქ მჯდომებს, ამ გვამს მაინც ვერავინ ვერ იპოვის, რადგან ჩვენ ძალიან სიღრმეში ვართ შემოსული და ცხედარიც კი არ დარჩება პატა ქარდავასი აქ. ცინდელიანმა, რომელიც თქვენამდე იყო მოსული დათო ცინდელიანისა და თამარ არღულიანმა პროფესორად, რამდენჯერ მე გაიმეორა, რომ სამჯერ მოუკლეს შვილი, როდესაც პირველი როდესაც მოიტაცეს და დახვრიტეს, შემდეგ ზღვაში გადააგდეს და მიცვალებულს დაუკარგეს და მესამედ როდესაც მას აბრალებდნენ იგივე იყო ჩვენთან. დანაშაულს ყველაზე დიდ ტკივილს, რაც შეიძლება იყოს სამშობლოს ღალატი და უბრალოდ ეხლა გეში რა უნდა იყოს თქვენთვის, მაგრამ 17 წელი გავიდა იმ დღიდან და რამე ერთი რაღაცა სიტყვა რო არსებობდეს მამა თქვენზე ამდენი ხნის განმავლობაში მილიონჯერ გამომჟღავნდებოდა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თამამად იამაყოთ და მისი ხსოვნის წინაშე თქვენ არ უნდა შევწყვეთ იმ ადამიანებს. სიმართლე გითხრათ, არც დაუშვებდი ამას, რომ მამა იყო მოღალატე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით იმ დროს მოღალატეებს როგორ სჯიდნენ. ოღონდ რაღაც საბაბი ქონოდათ, ოღონდ რაღაც კვალზე გასულიყვნენ და მამას გამოაჭენებდნენ და სახალხო დასჯიდნენ. მაგრამ მამა არ იყო მოღალატე, მამა იყო ერთგული ქვეყნის, ერთგული თავისი ქალაქის, რომელმაც ქალაქი არ დატოვა და სადღაც არ გაიქცა. გარკვეული ადამიანებივით და სწორედ ეს არ აპატიეს მამას. მადლობა რომ მონახეთ ძალადად მოხვედით დღეს რო საზოგადოებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, აი ღვთის იმედი მაქვს ყველაზე დიდი და სამართლის. რომ ბოლოს გავიგებ, რომ არავინ არ არის ცოცხალი, ვინც მამა ჩემი საქმეში გადაწყდა. ქალბატონო ელისო, რამის თქმა ხომ არ გნებავთ? ერთადერთ იმას დავამატებდი, რომ ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, რომ ყველა დაისაჯოს. ყველას უნდა მიესაჯოს, რადგან პატა არ არსებობს, იმათ ეს სასჯელი მაინც უნდა მოიხადონ. ვის გულისხმობთ? ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში. კატერში ვინც იყო, იქიდან არის ვინმე, ვინც არ არის დასჯილი. დამნაშავე აქ. მე არ მგონია ადამიანი გაიყვანო და დამნაშავე არ იყო. თუნდაც ვინც ბათუმში ჩაიყვანა, ვინც მანქანა ხურჩამდე მიიყვანა და ასე შემდეგ. ამ ხალხს გულისხმობთ. მე ასე ვთვლი, ყველა დამნაშავეა ჩვენ წინაშე და პატას წინაშე. რომელიც მოღალატედ გამოაცხადეს და გაანადგურეს ჩვენი ოჯახი და მეორედ მაშინ გაანადგურეს, როცა შამათავა გმირად გამოაცხადეს და პატა მოღალატე და ესე იგი გაანადგურეს ჩვენი ოჯახი. ვინ გამოაცხადა შამათავა? სააკაშვილმა. მოღალატე კი არა, მკვლელი კი არა, გმირი არისო. შამათავა. ეს ჩვენი შეურაცხყოფა იყო, ოჯახის შეურაცხყოფა იყო, მეტი არაფერი. თქვენი აზრით, კომისიამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თუნდაც შამათავა, რომელიც როდესღაც გამოვა საპატიმროდან, მას არ ქონდეს იმის ამბიცია, რომ მას აქვს უფლება მართოს ეს ქვეყანა. გახდეს დეპუტატი მაგალითად. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ? ორჯერ სასჯელს არ უსჯიან, ეს იცით ხომ, ერთი და იგივე დანაშაულისთვის. რაღაცა კანონები უნდა არსებობდეს, რომ მას შეეზღუდოს მოქმედება აი საზოგადოებაში, რომ მიიღოს მონაწილეობა აი ასეთ საქმეებში. ისეს როგორ უნდა იკადროს, აი არ ვიცი, ნუ ეხა კადრებაზე ხო ზედმეტია საუბარი. სწორად ვერ გამოვხდი, მაგრამ ესაა ჩემი აზრი და ამას ვაფიქსირებ. მადლობა. საერთოდ მაქვს იმის იმედი, რომ
ციხიდან რო გამოვა საქართველოს დატოვებს. აი ერთადერთი ამაზე ვოცნებობ, რომ მას ქუჩაში არ გადავეყარო. გასაგებია. როგორ დაიყაროთ რა იქნება ქუჩაში? აი რას ეხა როგორი სანახავი იქნება ჩემთვის? კარგით, მე მანდილოსანი ვარ თქვა სიტყვაზე და შეიძლება მას ხელით ვერ შევეხო და ვერ მოვთხოვო ის, რომ აი როგორ მოკლა მამაჩემი და გადააგდო ზღვაში. აი ჩემ ძმას რა ვუყო მითხარით? საფრთხეს ხედავთ, რომ რაღაც არ მოხდეს კიდევ უფრო დიდი უბედურება. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემი ძმა ჩამომეშორებინა იმ 4 წლის განმავლობაში და თუნდაც სასამართლო პროცესებზე. ბატონმა სოზარმა იცის, რომ პროცესს ვესწრებოდით მხოლოდ მე და დედა. ბექა შედარებით ბავშვი იყო ჩემზე 3 წლით უმცროსია და ვარიდებდი ამ ყველაფერს, რომ ნუ მაინც მამაკაცია, რაღაცა შეიძლება ვიღაცას ვერ მოუთმინოს, ყელში წვდეს და რაღაც უარესი არ მომხდარიყო ჩვენს ოჯახში კიდევ. კი ბატონო. და ეხლა ვდგები ამ საშიშროების წინაშე ისევ. სულ რაღაც 1 წელიწადში. გასაგებია. და იმის განცდა რომ ვინმე თქვენ ან პატიება გთხოვათ ან ბოდიში ან რაღაცა ვინ თulis რო დამნაშავეთ თავს ადამიანი თვალებში მიყურებდა და უტიფრად მეუბნებოდა რომ მე მამაშენი არ მომიკლავსო რას ჩათვლით სამართლიანად აი როგორ ვთქვი თქვენ აი თქვენ დედა თქვენმა ბრძანა რომ ყველა ვაგოს პასუხი და ასე შემდეგ აი რას ჩათვლით თქვენ სამართლიანად სამართალი მე მესმის ხო რო არ ეთანამშრომლად ამ მოწმეებს სასამართლოსთან გამოძიებასთან ჩვენ ვერ გავიდოდით იმ კვალზეც რაც დღეს ვიცით ეს ინფორმაცია გასაგებია ეს ყველაფერი და როგორც ჩვენებაში წერენ რომ მათ თითქოს და არ იცოდნენ რომ მიყავდათ პატაკარდავა რომან შამათალასთან იმ პიროვნებებზე ვინც მამა მიიყვანეს ესე იგი სამი ადამიანი ვინც მამას 26 აგვისტოს და 27 აგვისტოს დარაჯობდა ჩვენი საცხოვრებელი ფართის მიმდებარედ. გია ფაჩულია, დავით დემურია და მალხაზ მურღულია. ითანამშრომლებს ჩვენებიდან მე როგორც წავიკითხე, სამართლებელი ის თუა რომ ჩვენ არ ვიცოდით რომ რომან შამათავა მას მოკლავდა ფაქტი სახეზეა რომ მოკლა რომან შამათავა ეს ადამიანი უდანაშაულო სამშობლოს ერთგული ოჯახის ერთგული ადამიანი ერთი გასროლით მოკლა და გადააგდო ზღვაში ჩემთვის იგივე დანაშაულის მატარებელია ეს ადამიანი და დანარჩენი ვინც კატერზე ისხდნენ რას ჩათვლით აი თქვენ სამართლიანად აი კომისიის წინაშე არ ვიცი რამე კანონი თუ არსებობს რომ თქვენ რას ჩათვლით დავანებოთ კანონს დავი აი თქვენ რას ჩათვლით სამართლიანად რომ მესმის გავიგე რომ ბუნებრივია თქვენ მამა თქვენს ვერავინ ვერ გაგიცოცხლეთ და ეს დანაკლისი შეუსებელია წარმოუდგენელია ეს სრულიად გასაგები არის რაც არ უნდა მოხდეს მაგრამ თქვენ რას ჩათვლით აი სამართლიანად თქვენი განცდა რა იქნება ასეთ შემთხვევაში აი რას მოდი არ ვიცი სიტყვას გამოვიყენებდი ვისურვებდი აი რას რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ რომან შამათავას გვერდით ყოფილიყვნენ ეს დანარჩენი ადამიანებიც ხო მოიხადათ ის სასჯელი შეიძლება მკვლელს სხვა სასჯელი ქონდეს თქვა სიტყვაზე უშუალოდ ვინც გაისროლა და მოკლა და ვთქვათ ვინც იქამდე მიიყვანა კიდე სხვა სასჯელი ძალიან რთულია ჩემთვის ზუგდიდელები ვართ ზუგდიდელები არიან ესენიც ღმერთს მადლობა მაგის მერე მე ესენი არც ერთი არ მინახავს არ ვიცი თავს გვარიდებენ არ გვანახებენ თავს თუ ანუ სანამ თქვენი ასე ვთქვათ სიტყვები ტოვებს განცდას რომ სანამ ყველა არ იქნება ასე ვთქვათ ანუ თქვენ თვლით რომ ყველა თუ არ იქნება მოდი ეს დავარქვათ სამართლის შემიცემული თქვენთვის სამართალი არ იქნება აღდგენილი. სწორად ვიგე? დიახ. მადლობა. ბატონი გურამი თქვენ მანიშნეთ ხო? სულ ერთი წუთიანი განცხადება მექნება. მე ისევ და ისევ მინდა მიმართო ევროკავშირის ელჩს
და იმ ელჩებს, რომლებიც ჯერ კიდევ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს მიიჩნევენ ევროპული ღირებულების პარტიად. აი ეს მოქალაქეები, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქ მოდიან, დღეს აქ ბრძანდებიან ერთ-ერთი გამწარებული მოკლული ადამიანის ოჯახის წევრები. დადგენილია სამართლებრივად, რომ იმ რეჟიმმა გააკეთა ეს ყველაფერი. და ამ კომისიის დასკვნას ბატონო ელჩო ევროკავშირის წელს მიმართავ გადმოგცემთ როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელწერას და სავიზიტო ბარათს, რომ წაბრძანდებით საქართველოსთან კონდეთ ეს კომისიის დასკვნა, სადაც ასეულობით ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელსაც თქვენ მიიჩნევთ ევროპული ღირებულების პარტიად და კონდეთ სამახსოვროდ ამ კომისიის დასკვნა, რომელსაც თქვენ ლობირებთ დღემდე სამწუხაროდ საქართველოში და მორიგ ჯერზე გთხოვთ, რომ გასცეთ ამ ხალხს პასუხი. აი ვინც არიან აქ ახლა მობრძანებულები, ვინც იყვნენ მობრძანებულები, გასცეთ პასუხი, რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელი რეჟიმიც იყო ზუსტად მონაწილე და ორგანიზატორი აი იმ უბედურებების, რომელსაც ეს ხალხი ყვება. აი ეს არის ჩემი მოთხოვნა, მადლობა. მადლობა ქალბატონო ქრისტინე, ქალბატონო ელისო, ასევე ბატონ ბექას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაშინ ძალიან რთული იყო აქცია ჩაეტარებინა კი არა მოკლულის ოჯახის წევრს. საჩივარი მიეტანა და სადღაც ჩაებარებინა. რთული იყო მეზობლისთვისაც კი გაეზიარებინა ის, რაც მას აწუხებდა. მე ჩემი თვალით მინახავს და მისაუბრი ასეთ ადამიანებთან, ვისაც ვარწმუნებდი, რომ უნდა ითქვას ეს ხმამაღლა, მაგრამ შიში და ტერორი იყო იმ ხელა, რომ ეს რთულად ხერხდებოდა. მაგალითად, მე არასდროს არ დამავიწყდება ჩემი საუბარი მკვლელობის მერე რამდენიმე დღეში ბატონი სერგო თეთრაძის ქვრივთან, რომელსაც ასევე დააბრალეს, რომ მან ქვეყანას უღალატა და იმდენად დიდი იყო შიში იმისა, რომ ბატონი სერგოს მაშინ არასრულწლოვან შვილს რამე არ დამართოდა, რომ მისი მეუღლე ძალიან ფრთხილობდა, ძალიან თავს იკავებდა. ამიტომ მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმისთვის, რომ იქიდან სადაც არის მამა თქვენი სულის, გიყურებთ როგორი ბრძოდით, როგორი ბრძვით, დღეს რომ აქ ბრძანდებით და ის როგორც ნამდვილი სამხედრო თავდაცვის სისტემის ღირსეული წარმომადგენელი ამაყობს იმით, რომ მისი სახელი დღესაც ცოცხალია, რომ სიმართლე ირკვევა, გაირკვა და კიდევ მეტი გაირკვევა, მაგრამ თავარი უკვე გარკვეულია, რომ ეს იყო თავისი ქვეყნის სამსახურში მყოფი ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა უმაღლესი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ ჩატარებული ომის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც არასასურველი იყო და რეალურად ის ამის გამო, სავარაუდოდ ამის გამო გააქრეს. და რეალურად დამნაშავეები არიან ისინი, მკვლელი რომან შავათავა გასამართლდა და იხდის სასჯელს, ზოგი გარდაცვლილია, ვინც ეს ჩაიდინა, ქალბატონმა ელისომ ბრძანა, რომ არიან პირები, ვინც მონაწილეობდა დანაშაულის მომზადებაში, ან თავად ჩადიოდა სხვა დანაშაულს და აქედან გამომდინარე, რომ ეს ნაწილი კიდევ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, უფრო სწორად ჩამობრძანებისთვის, თქვენ შორი გზიდან დღეს დილით გამოემგზავრეთ იმისთვის, რომ პაატა ქარდავაზე გესაუბრათ. პაატა ქარდავას დიდი მადლობა ჩვენი რიგითი მოქალაქეების სახელით იმისთვის, რომ ემსახურა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მის უსაფრთხოებას, როგორც დაზვერვის სამსახურის ღირსეული წარმომადგენელი.